აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015-2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარსდგა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე. მომხსენებელმა ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, როგორიც არის სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა. ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას თქმით, აფხაზეთის მთავრობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტამდე კანონიერად მცხოვრებ პირებზე და მათ შთამომავლებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, სახელმწიფო სერვისების შეთავაზება, დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და მშვიდობიანი დაბრუნებისთვის საფუძვლის შექმნა. მომხსენებლის განცხადებით, განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, აუცილებელია მათი მორალური მხარდაჭერა. ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მისი განმარტებით ამ ეტაპზე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის პირდაპირ დიალოგის თვალსაზრისით უალტერნატივოა და ხაზი გაუსვა მისი გაგრძელების აუცილებლობას. მთავრობის ხელმძღვანელმა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლიც აღნიშნა და ამ კუთხით აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი დაასახელა. ისაუბრა ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალურ პროგრამაზე და მის მნიშვნელობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებით წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობასთან მიმართებაში ოპოზიციის მხრიდან იყო კრიტიკული და მწვავე კითხვები. საპარლამენტო ოპოზიციისა და აფხაზთა კრების წარმომადგენლები აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ საკითხებში მეტ კონკრეტიკას მოითხოვდნენ. მათი ნაწილი სტრუქტურული ერთეულების შემცირებასა და ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე აკეთებდა აქცენტს, რაზეც ვახტანგ ყოლბაიამ არგუმენტირებული პასუხები გასცა. მართლმა პარტიამ კი აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მისი არსებობის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. უფრო მეტიც, პარლამენტართა ნაწილმა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაც აღნიშნა. საკმაოდ საინტერესო მოხსენება იყო. განსაკუთრებით აფხაზეთის მთავრობას არ გააჩნია ეს რესურსი, რომ საერთაშორისო დონის საკითხებში ჩაერთოს აქტიურად, თუმცა არის საკითხები, რომელზეც იგი მთავრობის წინაშე, ცენტრალური ხელისუფლების წინაშე აყენებს და ფიქრობ რაციონალურია მათი შეხედულებები ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით და ერთი მინდა გამოვყო. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ გაერთიანებული ყავდეს ადამიანთა დიდი ჯგუფები და სწორედ ამიტომ არის სამინისტროები, სწორედ ამიტომ არის მისი სტრუქტურები, რომელიც ხანშუამავლობით ხელისუფლების ცენტრალურ სტრუქტურებთან თავისი ძალებით და რესურსებით ახერხებენ იმას, რომ დევნილთა საზოგადოება კრიტიკულად თუ პოზიტიური დამოკიდებულებით არის გაერთიანებული. აფხაზეთის მთავრობის გარშემო იციან, რომ სტრუქტურები არსებობს, უზენაესი საბჭო არსებობს. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ქონოთ, ყოველ შემთხვევაში ეს პათოსი განწყობა აფხაზეთის როგორც საკუთარი სახლის განცდა იმ თაობასაც გააჩნია, რომელიც იქიდან არ არის წამოსული და აქ დაიბადა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას. ამაში ძალიან დიდია დამსახურება იმ სტრუქტურების, თუნდაც კულტურული მიმართულებით გაწეული საქმიანობით და ბევრი სხვა საქმიანობით. საკურველია ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვანია ძალიან ყველა საკითხებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს, თუნდაც კრიტიკულ შეკითხვებს. იყო ერთი მთავარი თემა, რაც შეეხება თქვათ, რატო არ არის აფხაზეთის მთავრობა ჩართული იმ კატეგორიულ მოთხოვნებში, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციებს ითვალისწინებს და საერთაშორისო თანამეგობრობა აქედან გამომდინარე თითქოს და არ არის ისეთი აქტიური საქართველოს საკითხებთან მიმართებაში. ეს კონცეპტუალური განსხვავებაა ჩვენი ხედვის. დასაკურველი არსებობს სანქციების დიდი ნაწილი, რომელშიც ჩართულები ვართ და არსებობს კიდევ დამოკიდებულება ქართულ-რუსული ურთულესი ურთიერთობების, რაც ითვალისწინებს მოლაპარაკების ფორმატის არსებობს და მათ შორის გარკვეულწილად შეზღუდული, მაგრამ ეკონომიკური მიმართულებები
კავშირების განვითარებას. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ის გამოსავალია, რომელიც დღესვე გადაწყვეტს კონფლიქტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბაზას ქმნის იმისათვის, რომ მომავალში საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ჩვენ გვექნება ფუნდამენტი იმისათვის, რათა პოლიტიკურ თემებზე ველაპარაკოთ. რუსეთის მიმართ დამოკიდებულება რასაკვირველია არ იცვლება, ეს არის საოკუპაციო ძალა, ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ჩვენ ოპონენტებს ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ მათი გამოისობით თანაშაულებრივი შეცდომებით არის შექმნილი სიტუაცია, რომელსაც სამწუხაროდ ესეთი ცუდი შედეგები მოაქვს. ყველაზე მთავარი და არსებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი, ეს არის აფხაზეთში დაბრუნება და აფხაზეთის დაბრუნება. და ამასთან შედარებით დანარჩენი ყველა პრობლემა, ყველა საკითხი უფერულდება. რაც შეეხება ბიუჯეტის თემას, მე ვფიქრობ, რომ ის ბიუჯეტი, რაც ჩვენ გვაქვს აფხაზეთის მთავრობისთვის, რომელიც ხმარდება იმ ხალხის პრობლემების მოგვარებას, რომელიც თავისი კერიდან არის აყრილი და სხვაგან დასახლებული, როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნათ მათ. ჩვენ თუ ისინი არ იქნებიან დაბრუნებულები თავის კერაზე, ისინი ვერასოდეს ვერ იქნებიან კმაყოფილი და მე მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აი აგერ ენგურს გაღმა აქვს სახლი და სახლში ვერ ბრუნდება, ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ მათ მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება და თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს არ ვიმყოფებით ეკონომიკური აღმავლობის პირობებში და ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ამ პირობებშიც კი პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ მათ პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ რაც ჩვენ მოვისმინეთ, იმაზე მეტსაც კი აკეთებს აფხაზეთის მთავრობა, რაც მას შესაძლებლობა აქვს. მე აქ არ გულისხმობ იმას, რომ აქ იყო თემები, რაზედაც ვთქვათ, ძალიან ხშირად ცენტრალური ხელისუფლებაც კი უძლურია, რომ დააყენოს და გადაჭრას. აფხაზეთის მთავრობის არსებობა არის პოლიტიკური საკითხი და ეს საკითხი ჩვენ უნდა მოვაგვაროთ აი ქვეყანაზე გულშემატკივარი ადამიანის პოზიციიდან გამომდინარე. ვახტანგ ყოლბაიამ მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა აფხაზეთი მიიჩნია, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით და რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად უკვე 6 თვეზე მეტია მაუწყებლობა შეწყვიტა. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, გადაცემა, რომელიც გასული წლის ქართული ბრენდის დღის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა, მისი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე საზოგადოებრივ არხზე აუცილებლად უნდა აღდგეს. გადაცემა აფხაზეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით მართველი პარტია და ოპოზიციაც ერთსულოვანი იყო. აფხაზთა კრების ერთ-ერთი ლიდერი მალხას პატარაიას, რომელსაც გადაცემის მიმართ კრიტიკული მოსაზრება გააჩნია, თვლის, რომ მრავალწლიანი და საინტერესო ბიოგრაფიის აფხაზეთის ტელევიზია უნდა ფუნქციონირებდეს. მაშინ, როცა ქვეყანას საინფორმაციო ომის სწორად წარმოება სჭირდება, პარლამენტარი ადამ არშანია გადაცემა აფხაზეთის გაჩერებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მოსახლეობას და არა მარტო მათ უნდა ინტენსიურად მიეწოდებოდეს ინფორმაცია და ესეთი პროფილური ტელევიზია, პროფილური მაუწყებელი, პროფილური გაზეთი არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ჩვენ ომს, ასე ეგრეთ წოდებულ ომს მოვიგებთ მაშინ, როდესაც ვიქნებით ობიექტური გამომწვევი და რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელებთ ყველაფერს, რასაც ინფორმაცია ქვია. იქნება ამის თემა, ამ თემაზე განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პორტალი არსებობს და არსებობს გავრცელების ინტერნეტ საშუალება, რომელსაც ამ ეტაპზე ძალიან კარგად იყენებს აფხაზეთის ტელევიზია, მაგრამ მე მეტი მინდა, ჩვენ გვინდა გარკვეული დრო ქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. დღევანდელ მსოფლიოში მთავარი არის მედია საშუალებებით მაუწყებლობა, ასე რომ ამაზე მე მგონი ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ იმაზე, რომ მოვიყვანოთ აქა მაუწყებლების დირექტორი და ხელმძღვანელი და გავარკვიოთ ზუსტად აფხაზეთის გადაცემები როგორ იქნება, როგორ არის დღეს მოფიქრებული ახალ პროგრამაში და ახალ სივრცეში. და
ნამდვილად ამ კომისიის მიზანი არის რომ ხარი დაუჭიროს და თუ საჭირო იქნა, მაგრამ იმედი მაქვს რომ არ იქნება საჭირო, გავაგებინოთ ხელმძღვანელობას რამდენად მნიშვნელოვანი არის დღევანდელ საქართველოსთვის რომ ეს იყოს აქტიური გადაცემები და რაც შეიძლება ეფექტური გადაცემები. ეს არის საინფორმაციო ბრძოლა, ომი, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ ჩვენ ტერიტორიაზე, ანუ აფხაზეთში და აქა, არამედ მთელ მსოფლიოში. და ამას უნდა ძალიან სერიოზული ყურადღების მიქცევა და ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. გადაცემა აფხაზეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე აუცილებლად უნდა ისმოდეს და მე ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელობა აუცილებლად გაითვალისწინებს. მე ეჭვი არ მეპარება მათ პატრიოტიზმში, იქ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში არსებობდეს ადამიანი, გნებავთ ოპოზიციაში, გნებავთ აი თუნდაც სეირის მაყურებელი ადამიანი, რომლისთვისაც დღეს აფხაზეთი ტკივილი არ არის და არ უნდა აფხაზეთის დაბრუნება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი მხარდაჭერა გამოხატა. აფხაზეთს ყავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც ბატონი ვახტანგ ყოლბაია წარმოადგენს. ის მთავრობა, რომელიც ფაქტობრივად არის და სოხუმში არის არაკონსტიტუციური და მან სწორედ კონსტიტუციის იგნორირებით და სეპარატისტული ნაბიჯებით თავის სამართლების სუცის მიღმა დააყენა, ამიტომ ჩვენ სხვა ლეგიტიმური მთავრობა გარდა მთავრობისა, რომელიც იყო მოსმენილი ჩვენს მიერ არ აყვავს და სწორედ ამ მთავრობასთან უნდა მოხდეს ყველა იმ საკითხის სტრატეგიული საკითხის გავლა, რომელიც დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, იმიტომ რომ სამართლებრივი სულიერი მორალური კავშირი დღეს აფხაზეთთან სწორედ ამ მთავრობასთანაა დაკავშირებული. თუ ამ მთავრობას აქვს რაიმე პრობლემა, ან თუნდაც პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მის მართლობასთან, ან საქმიანობასთან, ან მატერიალურ რესურსთან, ყველაფერი ეს უნდა იყოს გამოსწორებული, რათა აი ამითი გაკეთდეს ის პოლიტიკური განაცხადი, რომ ჩვენ ვაპირებთ სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი და რომ ქართველი ერი არასდროს დაჭრილი სხეულს თავისი სამშობლოსას არ შეეგუება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში, ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ერთიანობაზე, ერთეულობით თანამშრომლობაზე და ყველაფერი უნდა გააკეთდეს იმისათვის, რომ ეს თემები იყოს ეროვნული კონსოლიდაციის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ყველა სფეროში გვაქვს პრობლემა, მათ შორის ამ სფეროშიც გვაქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემებთან ბრძოლა, რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, არის საერთო ეროვნული კონსოლიდაციის გზით შესაძლებელი. სხვა არჩევანი ქართულ საზოგადოებას არ აქვს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე მგედევან ფუფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა აფხაზეთის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლებისთვის აფხაზეთის საკითხის პრიორიტეტულობაც აღნიშნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ იმ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება, რაც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს რეიტინგული, პოპულარული, ქმედითი, ეფექტური, მაგრამ მისი მთავარი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ის უნდა პასუხობდეს ყველაზე უფრო საჭიროებო საკითხებს და თუ დღეს რომელიმე გამოკითხვაში, თუნდაც ეს გამოკითხვაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის უკანა პლანზე გადაყვანილი, ეს არის სწორედ იმისი ბრალი, რომ ზოგადად საინფორმაციო სივრცეში საქართველოში ამ თემის აქტუალიზაცია არათუ არ ხდება, არამედ ფაქტობრივად გაქრა ეს თემა, გადაფარა სხვა პრობლემებმა და სხვა საკითხებმა. გასაგებია, რომ ბევრი რამე შეიძლება ხალხს უფრო მეტად ტკივა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ქართული სახელმწიფო ვერ შედგება ტერიტორიული დაქუცმაცების პირობებში. თუ ჩვენ ფიქრობთ და ოცნებობთ დიდ ძლიერ ქართულ სახელმწიფოზე, ეს გადის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ რა თქმა უნდა ოფიციალურადაც მიმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, გვექნება ჩვენი პოზიცია მასთან მიმართებაში განცხადებული და გარკვეულ ლობისტურ მუშაობას ჩავატარებთ პარლამენტში, რომ ყველასათვის, ასე ვთქვათ, ნათელი იყოს, რომ ვისაც უნდა პარლამენტის კეთილგანწყობა და მისი სოლიდარობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მან ასეთ თემებში უნდა თავისი მხრიდან პარლამენტს გამოუცხადოს თავისი მხარდაჭერა, იმიტომ რომ
მე ამ შემთხვევაში მეგობრობა თანამშრომლობა სამხრივი მგონია რომ არ უნდა იყოს ჩვენ გვჭირდება საზმაუწყებლის მხრიდან სწორედ აი ამ პროპაგანდისტულ ბრძოლაში მოგებაში მოკავშირე სხვა ასე კატეგორიულად ვერ მოვთხოვთ თუმცა ალბათ ყველა ტელევიზიის საქმეა რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის რომ როცა ქართულ კაცს კითხავენ რა გადარდებს რა გიტყვა ყველაზე მეტად თქვა სოხუმი და ცხინვალიო თუ ამას საინფორმაციო სივრცე ხელს არ შეუწყობს ყოველთვის შეიძლება ადამიანმა თქვას რომ შიაის მადარდებს რომ რაღაც სამუშაო არ ამაქის მადარდებს ეს რა თქმა უნდა ადარდებდეს და ყოველდღიური პრობლემაა ჩვენი ცხოვრების მაგრამ ქართული კაცი არაძოს არ უნდა აყენებდეს ცხინვალზე და სოხუმზე წინ თავის ყოველდღიურ პრობლემებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება იყო ძალიან საინტერესო შინაარსიანი იქ იყო დასმული ახალი საკითხები რომელიც დღეს წესრიგში არის დაყენებული ისტორიის მიერ ის კამათი რომელიც გაიმართა მთავრობის წარმოადგენს თავმჯდომარესა და ოპოზიციას შორის იყო კონსტრუქციული ყველამ გამოთქვა თავისი აზრი და საბოლოო ჯამში პარლამენტის ყველა წევრმა დაუჭერა მხარე აფხაზეთის მთავრობის ის პოლიტიკას რომელსაც ისინი ატარებენ და გამოიკვეთა ის პრიორიტეტები რომელიც უნდა გამტკიცდეს და გაძლიერდეს. აქ უნდა იმუშაოს თელმა სახელმწიფომ და თელმა სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს აფხაზეთის მთავრობას. სახელმწიფო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რომელიც დგას ეს არის სოციალური საკითხი. სოციალურ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი იმ ფარგლებში რაც შეუძლია ფედერალურ მთავრობას აფხაზეთის მთავრობასთან ერთად იქნება გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში იმ ფარგლებში რაც ბიუჯეტის საშუალებას გვაქვს. ან ავიღოთ ტელევიზიის საკითხი. ძალიან საინტერესო მსჯელობა გაიმართა ამასთან დაკავშირებით და მე ძალიან გამიხარდა რომ ასეთი ღრმა წვდომა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფო საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მაუწყებლობა გარდა სოხუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლების გარეთ მაუწყებლობა მიდის აფხაზურ ენაზე. მსგავსი რამ არსად არ არის მსოფლიოში და ბუნებრივია, როგორც გამოიკვეთა პარლამენტის ხდომაზე, ამ მიმართულებით გაიმართება მუშაობა. ეს საინფორმაციო ჯგუფი რომელიც ამზადებს ამ გადაცემას გაფართოვდება იქნება დამოუკიდებელი ტელევიზია რაც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვთ რადგან ჩვენ ვითხოვთ არის კანონიერი ამას ითხოვს ხალხი და ითხოვს დრო მთელი მადლობა მინდა უთხრა დროებითი კომისიის ხელმძღვანელობას მის ხელმძღვანელს ბატონ გედევან ფოფხაძეს კომისიის წევრ დეპუტატებს რომლებმაც მიუხედავად იმისა რომ დღეს გაიხსნა პრაქტიკულად სესია პირველი დღე დაუთმეს აფხაზეთის პრობლემის განხილვას ეს თავისთავად პატივიცანი და პასუხისმგებლობაც არის თავისთავად საკითხი ძალიან მწვავეა ეს ეხება იქ ქართული ენის სწავლებას ეგრეთ წოდებული პასპორტების გაცემას ეს ეხება ბინადრობის მოწმობის გაცემას გადასასვლელების დაახურვას და ასე შემდეგ ჩვენ ამაზე თითქოს მოხსენებაში ყურადღება არ გავამახვილეთ რამე თუ ეს სისტემებია რომელზეც პერმანენტულად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე მათ შორის ჟენევის პროცესის მიმდინარეობისას მე მადლობა მინდა უთხრა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც საქართველოს პარლამენტის ოპოზიციას და ჩვენს ოპოზიციას აფხაზეთის სინამდვილეში რომლებმაც პრაქტიკულად გააჟღერეთ ის საკითხები რომელიც მე ჩავთვალე რომ ამაზე მე მექნებოდა საუბარი და ამან სხვა სიცოცხლე სხვა ელფერი შეძინა შეკითხვა ზოგიერთ შემთხვევაში რიტორიკულად კი ჟღერდა ეს არ არის პრობლემა ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და საკითხი უნდა გადავწყვიტოთ მივიყვანოთ ბოლომდე ამიტომ მე როგორც დღეს თქვი მზათა ვარ მათთან ერთად დავსდე ღია კარების წევა საჭირო არ არის ჩვენი მთავრობის ნებისმიერი უწყების კარი ღია არის ისე როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და გავიაროთ ის თემები რომელიც გადაწყვეტა მართლა შეიძლება მე მადლობა მინდა უთხრა კომისიას იმისათვის რომ დღეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის მთავრობას აფხაზეთის სტრუქტურებს და ბატონ გედევანის სიტყვა ბოლო შემაჯამებელი სიტყვა ზუსტად ამაზე მეტყველებს და ის მხარდაჭერა რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უმრავლესობა პარლამენტარებისა მათ შორის ვთქვათ ოპოზიციური ფლანგიდან აბსოლუტურად იზიარებდა ჩვენს განწყობას რომ არ შეიძლება საზოგადო
ვთქვათ, რომ მაუწყებლობის ეკრანიდან გაქრეს აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი. ეს პოლიტიკური საკითხია, ერთად მივახცევთ იმათ, რისი გაკეთება ჩვენს პირობებში, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხელისუფლების და მათ შორის პარლამენტის მხარდაჭერით.